ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 6. ნახატზე გამოსახულია მერხევის სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის ერთი პერიოდის განმავლობაში სხეულის მიერ გავლილი მანძილიო, გვეკითხებიან. კარგით, ესე იგი, ჯერ მოდი გავარკვიოთ რხევის პერიოდი ამ შემთხვევაში რამდენი არის. ნახატიდან როგორც ხედავთ, დროის საწყის მომენტში სხეული გადახრილი არის კოორდინატას სათავიდან 5 სანტიმეტრით დაშორებულ წერტილში და აქედან აი ამ წერტილიდან იწყებს რხევას, ხო? აქედან იწყებს რხევას. შემდეგ ერთ წამში, ესე იგი 5 სანტიმეტრით არის მაქსიმალურად გადახრილი, შესაბამისად აი ეს მანძილი კიდევ ეძახით ამპლიტუდას, ხო? ამპლიტუდა არის ამ შემთხვევაში 5 სანტიმეტრი. შემდეგ რა მოხდა? ერთი წამის შემდეგ გაიარა ერთი ამპლიტუდა 5 სანტიმეტრი და მოვიდა აი 0 წერტილში. შემდეგ ერთი წამიდან 2 წამამდე, ერთ წამ მომენტში იყო 0 წერტილში და ერთი წამიდან 2 წამამდე სად აღმოჩნდა ახლა ეს ჩვენი სხეული? აღმოჩნდა -5 წერტილში. ესე იგი, ესეც ამპლიტუდას წარმოადგენს, ეს არის 5 სანტიმეტრი. ესე იგი, 2 წამში გავლია ორი ამპლიტუდა, ხო? მოდი დავწეროთ, ესე იგი, t უდრის 2 წამში, გავლია ეს ერთი უდრის ორი ამპლიტუდა მანძილი, ეს უდრის 10 სანტიმეტრს, იმიტომ რომ ერთი ამპლიტუდა 5 სანტიმეტრია ვთქვით, 10 სანტიმეტრი. შემდეგ გავაგრძელოთ რა ხდება. 2-დან 3 წამამდე ისევ დაუბრუნდა 0 წერტილში საკოორდინატოს სათავეში და შემდეგ 3 წამიდან 4 წამამდე ისევ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, საიდანაც დაუწყია, ხო, ამ ჩვენ სხეულს რხევა. შესაბამისად, 0-დან 4 წამამდე t უდრის 4 წამი. გამოგდის ჩვენ ის დრო, რა დროში სხეული თავის მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ დროს კიდე ჩვენ დროის პერიოდს ვეძახით, ხო? შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს გავლილი მანძილი 0-დან 4 წამამდე. 0-დან 2 წამამდე გაიარა ორი ამპლიტუდა, როგორც ვთქვით, 10 სანტიმეტრი მივიღეთ და კიდევ 2 წამში გაივლიდა 2-დან 3 წამამდე გაიარა კიდე ერთი ამპლიტუდა და 3-დან 4 წამამდე კიდე ერთი ამპლიტუდა. ანუ გამოგდის, რომ მეორე მხრივ კიდე გაუვლია ეს ორი დავწეროთ, კიდე ორი ამპლიტუდა დაუავლია, ეს 10 სანტიმეტრია და გამოგდის ჩვენ ასეთი საინტერესო ფაქტი ის, რომ ერთი პერიოდის განმავლობაში სხეული ჯამში გადის 4 ამპლიტუდის ტოლ მანძილს. შესაბამისად, ეს ტოლი იქნება S1 პლუს S2 ამ შემთხვევაში. ორ ნაწილად დავყავით, ხო, ეს ჩვენი გავლილი მანძილები. ეს გამოგდის 2A პლუს 2A. ეს ტოლია 4 ამპლიტუდა, ეს კი ტოლი გამოგდის, ამპლიტუდა არის 5, 4 ჯერ 5 20 სანტიმეტრი. ესე იგი, რა გამოგდის ჩვენ, რომ პასუხი რო დავწეროთ, ეს ტოლი ყოფილა 20 სანტიმეტრის. პასუხი E.